ჩვენი საუკუნის მოდაა უფლებების დაცვა. ადამიანები გამუდმებით დაკავებულები არიან უფლებების დაცვით, უფლება მოვალეობების გამიჯვნით, საზღვრების დადგენით, არა მარტო ადამიანთა შორის, არამედ სახელმწიფოთა შორისაც, თაობათა შორის. ზოგჯერ ეს საქმე აბსურდამდე მიდის. თურმე აგრესიული ცხოველების უფლებებიც უნდა დავიცვათ, არა აგრესიული ადამიანების ხარჯზე. აქამდე მივიდა ადამიანი. მოდით ამ ფონზე შევხედოთ ერთ საქმეს. რისი უფლებაა ღმერთს? მან შექმნა ყველაფერი. ჩვენ გარშემო. დრო, სივრცე, სამყარო, ადამიანები, ანგელოზები, ყველაფერი. არა მარტო შექმნა, არამედ ის ინახავს ამ სამყაროს. აი, ფიზიკოსების ბოლო აღმოჩენაა, რომ რაღაცა უხილავი ძალაო ინახავს მთელ სამყაროს, იმიტომ რომ ატომებში არ ყოფილა ენერგია, რომელიც საკმარისია ამ ატომის არსებობისთვის და ეს ძალა რომ არ ინახავდესო სამყაროს, მთელი სამყარო დაიშლებოდაო სინათლის სიჩქარით. ინახავს სამყაროს, გვაჭმევს, გვასმევს, ყოველ დღე სიკეთეს გვიგზავნის. აი, თქვენ რომ დაპატიჟოთ სტუმრები, სუფრა გაშალოთ, დაიხარჯოთ, იშრომოთ, მოვიდნენ ეს სტუმრები და თქვენი ოჯახობა შეაწუხონ, თქვენთან თავხედურად მოიქცნენ. რითი დამთავრდება მათი სტუმრობა? რა თქმა უნდა, კარები გაიღება, ეს სტუმრები წავლენ საიდანაც მოვიდნენ და მათი ტელეფონებიც, მათი ნომრები თქვენი ტელეფონიდან წაიშლება. ზუსტად იგივე ელოდება ადამიანს, რომელიც არ დააფასებს ღმერთის სიყვარულს, რომელიც ჩათვლის, რომ ეს ყველაფერი ეკუთვნის. რა თქმა უნდა, აბა რა, ჯამთელი უნდა ვიყო, ლამაზი უნდა ვიყო, მდიდარი უნდა ვიყო, სუფრა სავსე უნდა იყოს, ჯიბე სავსე უნდა იყოს, მაცივარი გამოვსებული უნდა იყოს, ავათ არ უნდა ვიყო, რა თქმა უნდა, აბა რა. და არ დააინტერესებს ღმერთი რას ითხოვს, რომ ღმერთი ითხოვს სიყვარულს, რომელსაც გამოვხატავთ მის და მე მორჩილებაში, რომელსაც ვამტკიცებთ იმითი, რომ ვიცავთ მის მცნებებს. უფალმა ასე თქვა, ვისაც უყვარვა, რომ ჩემ ცნებებს იცავსო. თუ ადამიანი ამას არ გაითვალისწინებს, მაშინ რა თქმა უნდა, ის გამწარდება. ვაღიაროთ, რომ მას აქვს უფლება ჩვენი დასჯისა. ამის შემდეგ მივიდეთ დასკვნამდე, რომ ცოდვა უნდა მოვიძულოთ, ცოდვა არის ნაგავი, ეს ნაგავი უნდა გადავყაროთ და ჩვენი ლამაზი ცხოვრებით დავაფასოთ ღვთის სიყვარული. მერთო გაგახაროთ.